დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება შემდეგ სიტუაციაზე. პირობითად ხართ პარტნიორთან ურთიერთობაში, მაგრამ ხვდებით, რომ რაღაცა ისე არ არის. ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. რაღაცა ხდება მის სივრცეში, მაგრამ ვერ იგებთ თან რა ხდება, რომ ეკითხებით, გეუბნებათ, რომ არაფერი არ ხდება, კაცო უბრალოდ სამსახურში დაიღალა. შეიძლება ეს სიტყვებიც გითხრათ რომელიმე კითხვაზე, მაგრამ თქვენ გრძნობთ რაღაცა ხმა, გეუბნებათ, რომ აქ რაღაცა წყალქვეშა დინებები მიმდინარეობს. მაგრამ თლათთან არც იჯაი, არც გინდათ, რომ დაიჯეროთ. მოდით ხა ვნახოთ, რა ხდება მაგ მამაკაცის ცხოვრებაში, რაც თქვენ არ იცით. ჯერ მოდი ვნახოთ ეგ მამაკაცი, რომ იცნოთ, რომ თქვენ მამაკაცია საუბარი თუ არა. მაჩვენებთ, ვინც უყურებს ვიდეოს, რომელი მამაკაცის ენერგიებშია ეს ქალი, მაგ მამაკაცის დახასიათება მაჩვენეთ. ეგოისტი, ცოტა მანიპულატორი, ეს ადამიანი ცვალებად ენერგიებში იმყოფება. ხან ძალიან გაბედნიერებთ, ხან არის გაჩერებული, აი უძრავ პოზიციაში. ძალიან ბრძენი ადამიანია, მინდა ვთქვა და აკონტროლებს ყველაფერს. დიდასო მაღალი არკანებით მოსაუბრება. ეს ადამიანი შეიძლება არის საზღვარგარეთ, ან იყოს საზღვარგარეთ, ან გეგმავს საზღვარგარეთ წასვლას, გაშლა არის საჯარო. ეს ადამიანი საკმაოდ დიდია, ეხლა აქ 20 წლის ბიჭზე არ არის საუბარი. რაღაცა მოდი ვთქვათ ასე, თავის გონებაში აქვს საზღვარი შემოსაზღვრული, სადაც არავის არ უშვებს, მხოლოდ თვითონ არის და დაჟე მაგ საკითხზე, ამის ცხოვრებაში რაღაცა არის ესეთი მომხდარი, რა საკითხზეც არავისთან არ საუბრობს, არავის არ უშვებს და თვითონაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს საკითხი არსად არ განიხილოს, რადგან გეტყვით, რომ ეს თემა მაგისთვის უკავშირდება, სოციალურ წარსულია, უკავშირდება იმას, რა ქვია, შიშებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ძალიან ძლიერია, რაღაც ბედნიერების თემას უკავშირდება, შეიძლება ქალს, დედას ან შვილს. ეს მამაკაცი შეიძლება თავის გარშემო არის ცნობილი ტიპი, აი ჩანს რა. თავის სიტყვით შეიძლება ადამიანების განკურნება შეუძლია, რაღაცა გადაწყვეტილებების შეცვლა შეუძლია ადამიანებს გააკეთებინოს თავისი სიტყვებით. უყვარს მარტოობა. თქვენ თუ გონიათ, რაც მაგას გადაწყვეტილებები აქვს მიღებული და არ გამართლებული, ეს დავიწყებული აქ არა, ძალიან ცდებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერია, არავის არ აჩვენებს ქვეყანაზე, მაგრამ იმ ყველა წარუმატებელი თემა მაგისთვის არის.
ძალიან მტკივნეული, აი შეიძლება დადგეს და იტიროს კიდევაც. ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მაგას ოჯახი დაენგრა, არ არის გამორიცხული და ეს საკითხი აქვს ღრმად, ჩუმად გულში შენახული, რატო დაენგრა? ამას შეიძლება ქალმა უღალატა, სხვაში გაცვალა და დღემდე მიჯაჭვულია იმ ქალზე, იცოდეთ ეს მამაკაცი. კარგი. კიდე რა ხდება მის ცხოვრებაში? ეჭვიანიც არის ეს კაცი, იმიტომ რომ აი სუმზად არის, რომ რაღაცაში გამოიჭიროს ქალის თითქოს რაღაცა და უცბად შეიძლება ყველაფერი უცებ შეიძლება ადგეს და წავიდეს, იმიტომ რომ მაგის ცხოვრებაში მოხდა რაღაცა ისეთი, გამიგეთ? ყველაფრის ჩუმად გაკეთება უყვარს. ეს ადამიანი ჩუმად ცდილობს გამოიკულიოს თავის წარსულიდან გამომდინარე ყველა მამაკაცის დამოკიდებულება დაუშვათ ქალის მიმართ. თავის ქალის მიმართ პირობითად. ბევრსაც შრომობს, აქვს კიდევაც ფული და აგროვებს კიდევაც. შეიძლება ეს ადამიანი ახლა სახლს აშენებს. ასევე ძალიან უყვარს ბავშვები, ვიტყოდი მაგას. მათთან ურთიერთობა. ეს ადამიანი სხვადასხვა გიმალავთ იმას, რომ ბავშვებისთვის აგროვებს ფულს. ან ბავშვებისთვის აგროვებს ფულს, რომ უყიდოს სახლი. ნახოთ ახლა ეს იყო სიგნიფიკაცია თუ იცანით თქვენი მამაკაცი ნახოთ ახლა პრინციპში მოგვიყვანენ მან რა არის თქვენთან გაუცხოვების მიზეზი ამ კაცის მხრიდან შეიძლება გიგონოთ რომ დამნაშავე ხართ თქვენ და ნახოთ ახლა გაუცხოვების მიზეზი რა არის ამ კაცისა თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს ზოგჯერ უყვარს ჩემო ძვირფასებო მარტო ყოფნა თქვენ თუ გონიათ რომ ამით თუ დაუშვათ აი მარტო უნდა გასვლა ხანდახან მარტო უნდა ოთახში დარჩენა ან ასე შემდეგ რომ არ უყვარხართ ცდებით არ არის ასე იმიტომ რომ ამ ადამიანისათვის აუცილებელია რომ ზოგჯერ განმარტოვდეს გამიგეთ ზოგჯერ განმარტოვდეს და წავიდეს თავის ფიქრებში იფიქროს თავის თქვენ ხართ ამისი მუზა ეს კაცი მიზეზი კიდე რა არის ეს ეხა თუ ხშირად მარტო გადის იცოდეთ რომ ის რა ქვია მაგას თუ საქმიანობაში პრობლემები აქვს ფიქრობს რომ თუ აქეთ-იქიდან ებრძვიან გამოსავალი როგორი პოვოს ისეთი რომ თვითონ იყოს გამარჯვებული აქ ასევე მოდის ინფორმაცია რომ თუ მამაკაც ცოლთან გაშორების საკითხები აქვს მოსაგვარებელი ხო თქვენს გამო ფიქრობს თუ მარტო გადის და ასე შემდეგ უფრო მარტოობა უნდა და ფიქრებში მიდის აქ სხვა ქალზე კი არ ფიქრობს იმას რომ მაინც ან თუ აწინააღმდეგობა ოჯახიდან თუნდაც ყოფილი ცოლის ან თავისი მხრიდან ან შვილების მხრიდან პირობითად ფიქრობს რომ როგორ მოიქცეს ისე რომ აი ჩიხში მოქცეულმა გამარჯვების აბრა აწიოს გაბრაზებულია ჩიხში რომ მოაქციეს იმ ყველაფერზე გამოსავალს ეძებს
თქვენთან ერთად სადღაცა გადასვლის. და იპოვის. შეიძლება ამას ბავშვების ნაგროვებით თანხიდან მოუწიოს ამჯერად აღება, მაგრამ მაინც იპოვნის და მაინც გაიმარჯვებს, მაინც იპოვის გზას. ბავშვები შეიძლება წინააღმდეგები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომავალში ისე აღარ იზავს ეს ადამიანი, რომ დაუფიქრებლად მოიქცეს, ეხა აწმყოში რა, აღარ იზავს ისე, რომ დაუფიქრებლად მოიქცეს, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ქარიშხალიანთია, არა, ბრძნულად მსჯელობს ეხა ეს კაცი. და ესე რა ქვია, გადაწყვეტილება, რაც მიიღო წარსულში, ამან ძალიან დააზარალა, ძალიან ატკინა, რო იტყვიან და ეხლა მზად არის, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. იმიტომ რომ ამის ძალა ხართ თქვენ. იცის რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი ტყობა იყო ეს წადიმოდი და მიუხედავად იმისა, რომ გლადაჩვენებთ თავს, ძალიან ისა ხართ რა. საყვარელი ადამიანი, ცოტა მიამიტიც და უთქვენობა არ შეუძლია ამას. და აი მიამიტი იმ ხრივ რომ შეუძლია ვიღაცა მოგატყუოთ რა, მიუხედავად იმისა, რომ აი თებს გადადგავთ. რა მოხდება საბოლოოდ ამ ორ ადამიანს შორის? როგორ დასრულდება მათი ამჟამინდელი სიტუაცია, როგორ გადაწყდება მათი ამჟამინდელი სიტუაცია საბოლოოდ? ჩემო ძვირფასებო, რა მოხდება და ეს ადამიანი, თქვენ თუ ორსულად ხართ, თუ არ ხართ, იქნებით და ეს ამ ადამიანს ეს მისცემს იმის მოტივაციას, რომ აი ესე მოულოდნელად მიიღოს გადაწყვეტილება. ან შეიძლება ესეც არ იყოს, მაგრამ მოულოდნელად ელოდეთ ამ ადამიანისაგან ქმედებას თქვენი ურთიერთობის ოფიციალურობის მხრივ. გამიგეთ? ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდება ისე, რომ ერთად თანაცხოვრება გელოდება, შეიძლება პატარა სახში გადახვიდეთ, მაგრამ ძალიან ბედნიერად და მშვიდად გელოდებათ ოჯახური ცოლ-ქმრული თანაცხოვრება. რასაც მე თქვენ გისურვებთ ძვირფასო ქალბატონებო, გემშვიდობებით, ბედნიერების, სიყვარულის ენერგიებით.